იქნებ სანდროს უფრო მარტივად შეუძლია ახსნა რა არის ეს ინფლაცია. ინფლაცია ზოგადად გაფართოებად ითარგმნება, ანუ გაფართოებას ნიშნავს ინგლისურად რომ თარგმნოთ და შინაარსობრივად არის ფულის მასის გაფართოვება და იგულისხმებოდა რომ ფულის რაოდენობა რო იზრდება, ფასებიც იზრდება. ანუ მე უბრალოდ ეს ორი პარამეტრი გაიყო და ეხლა ინფლაციას იყენებენ როგორც ფასების და მაგრამ ინგლისურად ამას ნიშნავს რა გაფართოვება. მაგრამ თარი პრობლემა მეგონი ზოგადად არა ეს ყველაზე რთული თემაა ზოგადად ადამიანისთვის და ინფლაციის მეშვეობით ხალხის დაბეგვრა არის ყველაზე ეფექტიანი გზა როგორც წაართვა ადამიანს ფული ისე რომ ვერაფერი ვერ მიხვდეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინფლაციას ჩვენ რაც ხედავთ ყოველთვის ჩვენ რეალობაში სადაც ჩვენ ვეძახით ინფლაციას. იწვევს ეროვნული ბანკი და ეს არის მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. მოგვიგონდა ადამიანი ან თუ შინაარსობრივად იგივე რაც საშემოსავლო გადასახადი, იმიტომ რომ ადამიანს ნაკლები ფული რჩება რომ რაღაც იყიდოს, მაგრამ რეალურად ის ვერ ხვდება რომ მას ფული წაართვა საშემოსავლო გადასახადის ნაირად მთავრობამ. და გონია რომ დავნაშავეა, რა ვიცი, მაღაზიის მფლობელი, რომელსაც ფასები გაზარდა ზედზე. ამიტომ ეს არის ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ეფექტიანი გზა, როგორ მოატყუა მომრჩეველი წაართვა ფული და თან თუ გაბრაზდება სხვა ადამიანზე და არა იმაზე ეს ფული წაართვა. ანუ შინაარსობრივად კარგია თუ ცუდია ინფლაცია დადის ორ რაღაცაზე. ზოგადად კარგია თუ ცუდია გადასახადები და მეორე კარგია თუ არა მოტყუებით შეკრებილი გადასახადები. იმიტომ რომ მთელი გადასახადების სისტემის ევოლუცია არის ღია გადასახადები და ფარული გადასახადების მოძრაობა. თუ თავდაპირველად საზღვარზე იდგა და რაღაცა სავაჭრო ტარიფებს ან ვაჭრობას ბეგრავდნენ, იქვე ართმევდნენ რაღაც პროდუქტს, ოქროს და შემდეგ. ნელ-ნელა დღეს ამას ტარიფებს ვეძახით, თუ შემთხვევაში აქციზებს და შემდეგ. ნელ-ნელა ეს გადაიზარდა უფრო ფარულ დაბეგვრაზე, მაგალითად DGG, როცა ადამიანს გონია, რომ თვითონ არ ეხდის და რაღაც კომპანია იხდის. ან საპენსიო შენატასტო კომპანია ეხდის, გეგონება მის ხელფას არ აღდებოდეს ეს. მაგრამ ამ ევოლუციაში ფულის ბეჭდით ხალხის დაბეგვრა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. ანუ ხალხი გარტყმაში არიან საერთოდ როგორ ხდება ეს. არც უნდათ გაიგონ და რასთან რომ გაიგონ, ამას უნდა დახარჯონ დიდი დრო. და ამიტომ რადგან ადამიანი სტაბილურს არ ხარჯავს ამაზე დროს და არ დაიწყოს გარჩევას, რა კავშირია ეროვნულ ბანკს შორის, აი მინდა თქვა რომ რაღაც თანაფარდობა ფულისა და პროდუქტების რაოდენობა, რა თანაფარდობა, საიდან ჩდება ეს, როგორ ითვლება და რაც თავარია ამ გამოვლენებას ხო ბევრი ანუ ინფლაციის ხო ბევრი გამოვლინება აქვს, მარტო ის კი არის რომ ფასი იზრდება. შეიძლება სნიკერსი ერთი და იგივე ფასი იყიდეს, მაგრამ უფრო პატარა იყიდებოდეს. და მიდიხარ მაღაზიაში, ხედავ რომ იგივე სნიკერსი დევს, როგორც ცოტა უფრო პატარა, იგივე ფასად. ნომინალურად ინფლაცია არ გაიზარდა, სნიკერსი ღირს იგივე ფასი, მაგრამ სნიკერსი შემცირდა. მაგ პურზე უფრო ხდება ხოლმე ფურსა პატარა. არა, ყველგან ხდება ხარისხი, შეიძლება იგივე წონა იყოს, კარაქიც იყოს, ან უფრო იაფიანი კარაქი გამოიყენონ რაღაც გამოშვებაში და ასე შემდეგ. ანუ ამას მრავალფეროვნებას თქვა გამოვლინება ამ ყველაფრის, მაგრამ შინაარსობრივად თუ რა ვიცი, ყველაზე მარტივად ეს არის, რომ ადამიანების დაბეგვრის ერთ-ერთი ნაირსახეო. და იბეგრება ადამიანი იმით, რომ მთავრობა ბეჭდავს ფულს. და რაც უფრო მეტი ფულია ეკონომიკაში, მით უფრო იაფი ეღერება ეს ფული. ყველა შემთხვევაში. იმიტომ რომ ეკონომიკა შემცირდეს, თქვათ, ნაკლები პროდუქტი გქონდეს, როგორც რიგნიგამ თქვათ, ჭიქების რაოდენობა შემცირდეს. კი, ფასები გაიზრდებოდა, მაგრამ ფული თუ დაიბეჭდა, ფასები, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გაიზრდება. რომ ეკონომიკა გაიზარდოს, კი, ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ ფული დაიბეჭდა, ნაკლებად შემცირდება, ან შეიძლება მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა გაიზარდოს კიდეც. ანუ საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის და ყველგან არის ფულის ემისიის შედეგი. ანუ ფასების და ფულის ემისიას ყოველთვის მოყვება ფასების და უბრალოდ შეიძლება იყოს ღია დაფიქსირებული, ჭიქა და 5 ლარი გახდა 6. ან შეიძლება იყოს ფარული, რომელიც არ ჩანს, იმიტომ რომ შეიძლება ღირს 5 და ღირდა 5, მაგრამ უნდა ყოფილიყო 3 და აღარ არის 3, 5-ია. იმიტომ რომ ეკონომიკაში პროდუქტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ფულიც გაიზარდა და ამიტომ ფასები არ გაიზარდა. ასე რომ ზოგადად ფასების დანიშნულება რომ ზოგ პროდუქციათა ფასი იზრდებოდეს, ზოგადად მცირდებოდეს, არც ზრდაა ცუდი, არც შემცირებაა ცუდი, თუ ეს ბუნებრივად ხდება, მაგრამ როცა მთავრობა, თქვა, ფულს ბეჭდავს, შინაარსობრივად ადამიანების ყიდულობით უნარიანობა მცირდება. ეფექტი ზუსტად იგივეა, რაც საშემოსავლო გადასახადს აქვს, ოღონდ იმისგან განსხვავებით ხდება ეს ფარულად. ადამიანები ხდებიან გორაში მოწყობილი და ბედნიერად ეგუებიან ამ გარემოებას.